სამყარო მშვიდობის სამეგობრებო, თქვენ მოხვდით ტაროს ხელოვნების გვერდზე. მე ვარ ეზოთერიკოსი მარია ფაილაძე და დღეს საჯარო გაშლა გვექნება ესეთ თემაზე. რაში მდგომარეობს თქვენი პრობლემა და რაში მდგომარეობს ამ პრობლემიდან გამოსავალი. ორი ძალიან საინტერესო დასტა შევარჩიე და მინდა რომ დღეს კომბინირებულად გამოვიყენო გაშლისას. და მოდი ვნახოთ რაში მდგომარეობს თქვენი პრობლემა და რაში მდგომარეობს თქვენი გამოსავალი. ნახოთ. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა. გახსოვდეთ მეგობრებო, ყოველი თქვენი აქტივობა ისახება აკაუნტის ნახვადობაზე, ხილვადობაზე, რამდენად გაჩვენებს საერთოდ და მიიღებთ შეტყობინებებს თუ არა ახალ ვიდეოებთან დაკავშირებით. ყოველთვის, როდესაც თქვენ ალაიქებთ ამ ვიდეოს და იწერთ, აკომენტარებთ, ალგორითმი ხვდება, რომ თქვენ ამ ვიდეოს უყურებთ და შესაბამისად ხდება უფრო ნახვადი და უჩვენებს სხვადასხვა ადამიანებს. მაშინ, როდესაც თქვენ ამას არ აკეთებთ, შემდგომ არც თქვენ არ გიჩვენებთ ამ ვიდეოებს და შესაბამისად არც სხვა ადამიანებს. ამიტომ დაეხმარეთ საკუთარ თავს, ამ არხს და მე, იმისათვის, რომ უფრო გახდეს ნახვადი და გქონდეს უფრო საინტერესო გაშლები შემდგომშიც. პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებით თუ შეგიძლიათ დამიკავშირდეთ აღწერაში მითითებულ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე პირად შეტყობინებაში. ჩვენ კი დავიწყოთ გაშლა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, კურსზე რეგისტრაცია დამთავრდება 15 ივლისს კაბალისტური ხის მოგზაურობის კურსია, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ თქვენ გახდეთ საკუთარი ცხოვრების შემოქმედები და აღარ ახდენდეს თქვენზე გავლენას ზედმეტად მგარე სიტუაციები და მოვლენები და გქონდეთ ამაზე საკუთარ თავზე ძალაუფლება და გქონდეთ შემხებლობა საკუთარ რესურსებთან, საკუთარ შესაძლებლობებთან და გაატაროთ საკუთარი თავი ტრანსფორმაციულ ალქიმიურ მოგზაურობაში, რომ გახდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია. კურსზე დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ დამიკომენტაროთ ამ ვიდეოს ქვემოთ ან დამიკავშირდეთ მითითებულ აკაუნტებზე. მგონი ბევრი ვილაპარაკე, იმედია თავი არ შეგაწყინეთ, მაგრამ მინდა რომ ვიყოთ ინფორმირებულები, ყველაფერზე აბსოლუტურად მაქსიმალურად. ახლა კი ვნახოთ. რაში მდგომარეობს თქვენი ამჟამინდელი პრობლემა? ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე, ვარიანტი მესამე. რაში მდგომარეობს თქვენი ამჟამინდელი პრობლემა? მინდა რომ ვარიანტები ჩანდეს კარგად. შეგახსენებთ, რომ ყველანაირი საჯარო გაშლა არის უდროო, რომელსაც კონკრეტული თარიღები არ აწერია, ამიტომ ნებისმიერ დროს, როდესაც გახსნით ამ გაშლას, მაშინ იქნება თქვენთვის აქტუალური. ახლა კი ვნახოთ, რაში მდგომარეობს თქვენთვის ამ პრობლემიდან გამოსავალი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. მგონი სამივე ვარიანტი კარგად ჩანს, ამჯერად არკანებს არ შემოვაბრუნებ, მაგრამ დააკვირდით და კონცენტრირდით, რომელია თქვენთვის, რომელი გეძახით უფრო ენერგეტიკულად. კარგად დააკვირდით, მე კი დავიწყებ გაშლას პირველი ვარიანტით. ცოტა ხანი მეორე და მესამე ვარიანტს გადავწევ, ნახოთ, რაში მდგომარეობს თქვენი პრობლემა და რაში მდგომარეობს ამ პრობლემიდან გამოსავალი. თქვენი ამჟამინდელი პრობლემა მდგომარეობს ზედმეტ უდარდელობაში. აშკარად
რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები გიახლოვდებათ არც თუ ისე შორეულ პერიოდში და რაღაცნაირად ცოტა ფეხებზე გკიდიათ, შემიძლია ვთქვა. ეს არის ახლა თქვენი პრობლემა. ამავდროულად თქვენი ერთ-ერთი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ ადამიანებს არ უსმენთ იმისათვის, რომ გაიგოთ საღი აზრი. გარდა ამისა, თითქოს რაღაცა მიმართულებას გინდა რომ დაადგეთ, რაღაცა ახალი აირჩიოთ, ახალ გზაზე წახვიდეთ, მაგრამ ამის შესახებ არ გაქვთ არანაირი ინფორმაცია და არც იმით იწუხებთ მაინც და მაინც თავს, რომ ეს ყველაფერი გამოარკვიოთ. მოდი კიდევ უფრო ჩაუღრმავდეთ. რაში მდგომარეობს თქვენი ამჟამინდელი პრობლემა? პირველი ვარიანტი. არკანები მეუბნებიან აბსოლუტურად იგივეს. თქვენი პრობლემა ახლა მდგომარეობს ზუსტად იმაში, რომ თქვენ თავს არ იწუხებთ იმაზე, რომ კონცენტრირდეთ, გამოიკულიოთ რისი კეთება გინდათ ცხოვრებაში. თითქოს უარს ამბობთ საკუთარ თავში ჩახედვაზე, არადა თითქოს თქვენი მომავალი წყდება ახლა. საკმაოდ სერიოზულად. შეიძლება ვიღაცა ისეთი მიყურებთ, ვინც ახლა პროფესიას ირჩევთ, ვისაც გამოცდები გაქვთ, ან ვინმე რამე ისეთ კონკრეტულ გზაზე გახართ, სადაც თქვენი კარიერა უნდა გადაწყვიტოთ, თქვენი ბედისწერა გადაწყვიტოთ. უფრო მეტად მივდივარ სწავლის და სამსახურეობრივი მიმართულებით, ანუ კარიერულ სივრცეში ვტრიალებ ამ გაშლაში, იმიტომ რომ არკანები აქეთკენ მიმითითებენ. და შესაბამისად ვიტყოდი, რომ თქვენ ამ მიმართულებით გჭირდებათ ახლა მეტად უფრო ჩაძიება და ყურადღება, რომ გამოიკულიოთ თქვენს თავში რა გინდათ, რისი კეთება. რისი კეთება გსიამოვნებთ თუნდაც, რა განიჭებთ ბედნიერებას, რა არის თქვენთვის ინტერესის ობიექტი, ხო? გამოიძიეთ მეგობრებო, იმიტომ რომ ესეთი უდარდელობით ცოტა რაღაცა ვერ წახვალთ წინ. იმიტომ რომ მე აქ ვერ ვხედავ, რომ თქვენ დაკავებული იყოთ მეცადინეობით, მე აქ ვერ ვხედავ, რომ დაკავებული იყოთ გამოკვლევით, შეიძლება ვიღაცას გამოცდები გიახლოვდებათ და არც კი დაგიწყიათ მეცადინეობა, ხო, აი რაღაცა ისეთია. ბოლო წუთებში თუ მოიტოვებთ მეგობრებო, იმიტომ რომ როგორც ასეთი ახლა მიზის, როგორც თქვენი ამჟამინდელი პრობლემა. დასვენებას მოასწრებთ აგვისტოშიც, მაგრამ ეხლა საქმის დროა. რაში მდგომარეობს გამოსავალი? გამოსავალი მდგომარეობს მეცადინეობაში, გამოკვლევაში, რაღაც ახალი საქმის დასაწყისში, ახალი პროფესიის შეძენაში, ახალი უნარჩვების შეძენაში. პირობითად, თუ ძველი სამსახური მიატოვეთ, ახლა გჭირდებათ ახალი სამსახური, შეიძლება დაუშვათ იგივე პროფესიაში აღარ გინდოდეთ და ახალში გინდოდეთ, ან რაიმე კურსის გავლა გინდოდეთ და ეს იყოს თქვენთვის ახლა საჭირო. ან შეიძლება უბრალოდ არაფერს არ აკეთებთ და ფიქრობთ, რომ აი როდემდე უნდა ვიყო მაგალითად ესე, ხო? და კარგი იქნება, თუ ახლა იქნება ის, რომ როცა დაიწყებთ კურსების მოძიებას, რომ რაღაც ახალი ისწავლოთ. კიდევ ერთხელ გეტყვით, ეს შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ სფეროს და ნებისმიერ პროფესიას, ამიტომ თავს ნუ შეიზღუდავთ ამ მიმართულებით. რაღაცა შეიძლება არ გამოგდის და რახან ერთხელ არ გამოგივიდეს, ფიქრობთ, რომ არც მეორედ არ გამოგივათ, არა და უბრალოდ მცდელობაა საჭირო ამისთვის, ხო? ორიგამი შეიძლება ერთ მცდელობაში ვერ გააკეთო, მაგრამ რამდენჯერმე როდესაც დატესტა, უკვე მშვენიერი გამოგივა, ხო? შესაბამისად, ახლა ყურადღება უნდა მიაქციოთ ამას. მოდი კიდევ ჩავეციები, რაში მდგომარეობს თქვენი გამოსავალი ამ სიტუაციაში, ანუ როგორ გადაიჭრება თქვენი ეს პრობლემა. ორჯერ მიმეორდება მაგის არკანი. მეგობრებო, რა თქმა უნდა შეიშვათ მსხვერპლის როლში ყოფნას, ხო? რომ აი რაღაცა არ გამომდის, მე ვერაფერს ვერ ვაკეთებ, მე არაფრის ნიჭი არ მაქვს, არ ვიცი რა მინდა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა ფიქრებში ტრიალებთ საკუთარ თავში. სხვადასხვა მეგობრებო, შეიძლება ოჯახიდან წამოსული კოდებიც იყოს, შეიძლება ოჯახში გეუბნებიან ესეთ რაღაცას, რომ აი როდემდე ვერ უნდა იყო ჩამოყალიბებული, რა გინდა, რით ვერ მოიფიქრე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს დაგდებთ იმ მდგომარეობაში, რომ ხო აი უნიჭა ვარ და არაფერი შემიძლია, ხო არა და
რეალურად საკმაოდ დიდი პოტენციალის პატრონი ბრძანდებით. სხვათა შორის არ მინდა უხეშობაში ჩამითვალოთ, მაგრამ შემიძლია აქაც გირჩიოთ ჩემი კურსი. თუ გსურთ, რომ საკუთარი რესურსები აღმოაჩინოთ რეალურად რაში მდგომარეობს და დადგეთ კონკრეტულ გზაზე თქვენს ცხოვრებაში ამ მიმართულებით და შეცვალოთ მოვლენები ისე, რომ თქვენ გქონდეთ კონტროლში ეს ყოველივე, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ჩემს კურსზე კაბალისტური ხის მოგზაურობა. ჩასაწერად შეგიძლიათ მომწეროთ პირად შეტყობინებაში ან გამოხატოთ ინიციატივა კომენტარების ველში და გამოგიგზავნით საკონტაქტო საავადმყოფოდ. ეს არის ამ ეტაპზე რა რჩევაც ამოდის თქვენთვის. მხოლოდ და მხოლოდ ჩაღრმავება გჭირდებათ ამ მიმართულებით. თქვენი გაშლის განმავლობაში სულ მაქვს ესეთი განცდა, რომ რაღაცის თქმა მინდა და ვერ ვამბობ, რაღაცა ხელს მიშლის. ხო არ არის ესეთი რაღაცა, რომ თქვენ ხელს იშლიან იმაში, რომ უბრალოდ გამოავლინოთ რეალურად რა გინდათ. ხო არა გაქვთ იმისი შიში, რომ თქვათ რეალურად რა გინდათ, იმიტომ რომ გეშინიათ, რომ გარედან კრიტიკა წამოვა. მიაქციეთ ამას ყურადღება აუცილებლად, მაგრამ არც ის დაგავიწყდეთ, რომ თქვენი საცხოვრებელი თქვენ უნდა იცხოვროთ, ჩემო მეგობრებო და ეს პროფესია, რასაც მომავალში აირჩევთ და რასაც გააკეთებთ, ხო? ეს თქვენ უნდა იცხოვროთ და არა სხვა ადამიანებმა, არა თქვენმა ოჯახის წევრებმა, არა თქვენმა მეგობრებმა, არა თქვენმა კოლეგებმა, ხო? ეს თქვენი გასაკეთებელია, ასე რომ ნუ იცხოვროთ სხვისი ცხოვრებით, ხო? სხვისი აზრებით, საკუთარს გადავით. არ არის ყველაფერი მარტივი, მაგრამ დამიჯერეთ მომავალში რთული იქნება თქვენთვის, თუ კი თქვენ თავს არ მოусმენთ. აი ამას გირჩევთ მხოლოდ. მადლობა სიხდით პირველი ვარიანტი ყურადღებისთვის. მე კი გადავალ მეორე ვარიანტზე. როგორც ჩანს, თქვენთვის კიდევ ერთი კარტი ამოტრიალ და არკანი იეროფანტი. მოისმინეთ მეგობრებო, რას ახლა გირჩიეთ, იმიტომ რომ კარტმა პირდაპირ დამისუსტა და მინიშნებაც მომცა, რომ ეს არის რეალურად არა ჩემი აზრი, არამედ გამტარობიდან წამოსული ინფორმაცია, ხო? ყურადღება მიაქციეთ ამას. მადლობა პირველი ვარიანტი ყურადღებისთვის. მოდით ჩვენ გადავიდეთ ახლა მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, რაში მდგომარეობს თქვენი ამჟამინდელი პრობლემა და რაში მდგომარეობს თქვენი გამოსავალი. მეორე ვარიანტი. თქვენი ამჟამინდელი პრობლემა მდგომარეობს პენტაკლების ტურში. სიახლეების დაწყება ან დაწყების შემდეგ შენარჩუნება და ამ გზის გაჩერება გიჭირთ. როგორი რაღაცა გაქვთ იცით? აი რაღაცაზე თითქოს თავიდანვე ამყარებთ, რაღაცა საოცარ იმედებს. ფიქრი ჩნდება ასეთი, რომ რაღაც რომ ერთხელ გამოჩნდა შანსი, აუცილებლად ეს უნდა გამოიყენო. თქვენი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც აი ეს შესაძლებლობა ჩნდება, თითქოს ხელიდან უშვებთ. ნახეთ, შეიძლება რაღაცა ერთხელ იყენებთ, მაგრამ ვერ გადაგაქვთ ეს შემოთავაზება, ეს აზრი, ეს იდეა, ეს შანსი სამყაროსგან სტაბილურობაში. აი თითქოს გაგრძელება არ შეგიძლიათ. აი პირობითად გამოჩნდა რაღაცა შანსი, ერთხელ გავაკეთე, მაგრამ ვერ შევინარჩუნე. აი ეს პრობლემაა თქვენში. იგივე პრობლემა შეიძლება გქონდეთ ამ მიმართულებით ფინანსებში, რომ აი რაღაცა ფინანსური რესურსი შემოდის, მაგრამ შეკავებას ვერ ახერხებთ, რომ თითქოს ბარაქა არ გიჩერდებათ, როგორც იყვიან, ხო? ნახოთ, ჩავეციოთ, რაში მდგომარეობს მეორე ვარიანტი თქვენი პრობლემა. რაში მდგომარეობს მეორე ვარიანტი თქვენი პრობლემა. კიდე როგორი განცდა მაქვს, იცით? განცდა მიჩნდება ესეთი, რომ თითქოს თქვენ სიღბალს ვიღაც იპარაობს, აი ენერგია მომდის ასეთი, რომ თითქოს თქვენ სიღბალს ვიღაც იპარაობს. ცხრიანების თასები.
რაში მდგომარეობს მეორე ვარიანტი თქვენი პრობლემა? ნამდვილად სწორად დავინახე. ნახეთ როგორი რაღაცა არის. თქვენი სურვილები განსდამიჩნდება, რომ შეჩერებულია, თქვენი ფინანსები. აი, თითქოს სულ ისეთ განცდაში გახართ, რომ თქვენი სურვილი ვიღაცა სხვას უსრულდება და თქვენ ამდენი ხანია ელოდებით, ამდენი ხანია გინდათ, ყოველთვის გინდოდათ, მაგრამ თქვენი პრობლემა იმაში არის, რომ თქვენ ამ შანსებს ვერ იყენებთ. ვერ იჭერთ, ვერ იჩერებთ. რატო ვერ იჩერებთ ამას? ნახოთ, რატო ვერ იჩერებთ ამას? ათიანების კოთხები, კოშკი, რვიანების ხმები. თქვენ არ გეკუთვნით, მეგობრებო. ეს არის ზედმეტი პასუხისმგებლობა თქვენთვის. აქ ორ ვარიანტს გეტყვით და თქვენ თვითონ დაფიქრდით, ეს თქვენთვის რომელია, იმიტომ რომ ეს მაინც საჯარო გაშლა. ვერ იკავებთ, რადგანაც ეს არის ძალიან ბევრი თქვენთვის. და არ შეგიძლიათ ამისი ზიდვა, შესაბამისად სამყარო რისი ზიდვას არ შეგიძლიათ, იმას არ გაძლევთ. მეორე შემთხვევაში გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ ეს სურვილი თქვენ არ გეკუთვნით რეალურად, თქვენი არ არის და თქვენთვის არ არის განკუთვნილი და შესაბამისად სამყარო იმას არ მოგცემთ, რაც თქვენთვის არ არის. აი ეს შემიძლია რომ გითხრათ, ამიტომ არ მოდის ეს თქვენამდე, ეს თქვენი არ არის. ახლა კი ნახოთ გამოსავალი რაში მდგომარეობს. თქვენ შემთხვევაში გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ თუ კი თქვენ 100%-ით დარწმუნებული ხართ იმაში, რომ ეს თქვენი არ არის, კი არა და თქვენი არის, ჯიუტად მიაწექით ამას და გაიტანეთ იქამდე, სანამ ბოლომდე არ მიხვალთ და ერთბაშად ჩააქრობთ თქვენს აი ამ სურვილებს და მოქმედებებს, არამედ გადაიტანეთ ეს ყველაფერი სტაბილურობაში და გადაიტანეთ ეს ყველაფერი იმაში, რომ აი მე რო ჩავიფიქრებ, მე ამას ვასრულებ. პრინციპში გადაიტანეთ და ეს პრინციპი არ დაარღვიოთ, მაგრამ იმ შემთხვევაში პირიქით, თუ კი თქვენ გააცნობიერებთ, რომ რეალურად ეს თქვენი არ არის, დროა მეგობრებო, რომ ეს ზედმეტი სიჯიუტე ცოტა რაღაცნაირად დათმოთ. მე უფრო ჩავეძიები ამ შემთხვევაში, რომელია, ანუ რა არის გამოსავალი თქვენ შემთხვევაში. გაშვება თუ პირიქით მიწოლა, ესე რომ ვთქვათ, ამ საკითხზე, რომელია თქვენთვის გამოსავალი პირველი ვარიანტი. მე ვიტყოდი, რომ პირიქით, მეგობრებო, ძალიან ჯიუტად უნდა მიაწვეთ და ერთბაშად არ დანებდეთ. უბრალოდ გჭირდებათ ესეთი რაღაცა, ნახეთ. თქვენი გამოსავალი შეიძლება იყოს არა მხოლოდ საკუთარ თავში, არამედ სხვა ადამიანში მათ შორის. კონკრეტული მამაკაცი შეიძლება იყოს ეს ფიგურა, რომელიც დაგეხმარებათ და ეს მამაკაცი არის გავლენიანი ადამიანი. ყოველ შემთხვევაში თქვენზე მეტად მაინც, რომელსაც გაეგება ეს კონკრეტული საკითხი, ვისგანაც რჩევას ან მიმართულებას მიიღებთ, მაგრამ შემსრულებელი თქვენ იქნებით. თქვენ უბრალოდ გჭირდებათ მენტორობა, მოდი ესე ვიტყოდი. მენტორობა გჭირდებათ, ვინც თავის ცოდნას გაგიზიარებთ. ამასთან დაკავშირებით, რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს ყოველივე და ეს იქნება იმისი სანწინდარი, რომ თქვენ შემდგომ ააშენებთ უკვე საკუთარ სტაბილურობას ახალ შესაძლებლობებზე. უბრალოდ ვიღაცამ უნდა გასწავლოთ ეს როგორ. არ იჩქაროთ, მეგობრებო, არ იჩქაროთ, იმიტომ რომ ნებისმიერ სიჩქარეს და აი რო გგონია რომ სო უკვე გამომივიდა ამ ყველაფერს თუ ცოტა ვერ მოყვება კარგი შედეგი. მაგრამ გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ რეალურად გაქვთ იმისი აზრიც და გონებაც, რომ თქვენ მიაღწიოთ წარმატებას, ნიჭიც გაქვთ საამისო, მაგრამ გჭირდებათ დამატებითი რჩევა.
როგორ გააკეთოთ ეს, როგორ გახსნათ თქვენი მიმართულება და გზა ამ კუთხით, რაღაც არ იცით და ან შეიძლება არ გახსოვთ და ვიღაც გჭირდებათ, ვინც ამას გასწავლით ან შეგახსენებთ, ხო? რომ წინ დაძრათ თქვენი საკითხი და თუნდაც ის რომ გადაანაწილოთ პასუხისმგებლობა და ყველაფერი მარტო საკუთარ თავზე არ აიყოთ, ხო, რაღაცა განცდა რჩება, რომ გუნდი გჭირდებათ თქვენ საქმეში. მადლობა სიხდით მეორე ვარიანტი ყურადღებისთვის. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა. ერთი თითის გაწყაფუნება გჭირდებათ უბრალოდ, ბევრი ამბავი ამას არ ჭირდება, რომ მოიწონოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩემი არხი და ჩაურთოთ ზარისხი ლайკი იმისათვის, რომ შეიძლება სწრაფად მიიღოთ შეტყობინება იმის შესახებ, რომ ახალი ვიდეო აიტვირთა. მე კი დაგემშვიდობებით ამაზე, პირადი ინდივიდუალური კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომმართოთ Instagram-ზე, WhatsApp-ზე ან Viber-ზე. პირად შეტყობინებაში არ დაგავიწყდეთ საკომენტარება, რამდენად რეზონირებს ეს ვარიანტი თქვენთვის. ჩვენ კი გადავიდეთ, მოდი, მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი, რაში მდგომარეობს თქვენი პრობლემა და რაში მდგომარეობს თქვენი გამოსავალი. მესამე ვარიანტი. თქვენი პრობლემა მდგომარეობს სიჯიუდეში და იმაში, რომ თქვენ ძალიან სულსწრაფი ხართ და რაღაც გინდათ უცებ, აი ფირს რო დაუქნევ ადამიანს და აი რო გინდა რომ ეს იყოს ეხლავე, მე რო ვიტყვი უნდა გაკეთდეს და ჯიუტად რომ მიყვები ამას, რომ აი ეხლავე პატარა ბავშვივით, ხო? არასწორად უდგებით მეგობრებო რეალურად ამას, იმიტომ რომ გამოსავალში მიზის პირიქით ის რომ შენელდეთ და ეტაპობრივად გააკეთოთ რაღაც. თქვენ იცი როგორი ხართ? აი რაღაცა მინდა, ან რაღაცა იდეა მომივიდა და მინდა გავაკეთო, ვაკეთებ, მაგრამ შედეგი ხვალვე მინდა, ან დღესვე მინდა. არა და რეალურად სამყარო გეუბნება, რომ ნახე, დღესაც აკეთე, ხვალაც აკეთე, ზეგაც აკეთე, მასზეგაც აკეთე, 1 თვის განმავლობაში სტაბილურად აკეთე და 3 თვეში შედეგი გექნება. აი ამას გეუბნება და ეს იმიტომ კი არა, რომ ვინმე გებრზვის ან რაღაცა ხელს გიშლის, უბრალოდ მომწიფება ჭირდება საკითხს. შესაბამისად, თქვენი გამოსავალი არის სტაბილურობაში და რაღაცის მუდმივ კეთებაში. ანუ შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა, რომ აი დღესაც ხვალაც ზეგაც, მასზეგაც და სულ ამას გავაკეთებ და მივიღებ შედეგს. არა თუ დღეს გავაკეთებ და ხვალვე შედეგი მექნება. მიხვდით? მოდი კიდევ უფრო ჩავეციოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის პრინციპში გასაგებია თქვენი საკითხი, მაინც კიდევ რაში მდგომარეობს თქვენი ამჟამინდელი პრობლემა. აბსოლუტურად იგივე, მეგობრებო. თქვენ დღეს აკეთებთ და ხვალ შედეგი გინდათ. ესე არ ხდება. ეს არის თქვენი პრობლემა. გამოსავალი პრინციპში კიდევ მინდა ჩავეციო, მაინც არ მასვენებს ჩემი თავი. გამოსავალი რაში მდგომარეობს? მეგობრებო, დროზე გიმახვილებთ კარგი ისევ ყურადღებას, ამ გაშლის საკითხვას ახლა კიდე სხვა მხრივ აზრი არ აქვს. იმიტომ რომ ერთ და იგივეს მეუბნება აშკარად თქვენი პრობლემა მდგომარეობს სიჩქარეში და ჯიუტად რომ მე რაღაცა დღესო მინდა, როცა რეალურად ეს ყველაფერი ყოველდღე უნდა აკეთო და აი 2-3 თვეში შედეგი გექნება. ეს პირობითად ვამბობ ეხლა 2-3 თვეს არ გულისხმობ მაინც და მაინც ამას, უბრალოდ გულისხმობ იმას, რომ გააკეთოთ რაღაცა უფრო სისტემატიურად და ნელ-ნელა ნაბიჯ, რომ აი დღეს ამას ვიზავ, მერე ხვალ ამას ვიზავ და უკვე მომწიფდება სიტუაცია და მერე უკვე ნაყოფიც მექნება ამისი, ხო? შექმენით კონკრეტული სტრუქტურა ამისთვის და ეს იქნება თქვენი გამოსავალი. მადლობა სიხდით მესამე ვარიანტი ყურადღებისთვის. არ დაგავიწყდეთ ღილებზე თითის დაჭერა და ვიდეოს მოწონება და ჩემი არხის გამოწერა. ჩემი მაყურებლების გარკვეული ნაწილი
ხართ ისეთი, ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ ჩემი არხი გამოწერილი და რატო აკეთებთ მეგობრებო ამას? თქვენ ხომ მოგწონთ ეს არხი, ხო? შესაბამისად, შემიწყვეთ ხელი, რომ უფრო ხშირად დაგიდოთ გაშლებიც, ინფორმაციებიც, სხვადასხვა საკითხებზე, ხო? ამას კი გააკეთებთ იმითი, რომ თქვენ მოიწყონებთ არხს, გამოიწერთ და იქნებით კომენტარების ველში აქტიური და თუ გააზიარებთ, ხო, საერთოდ ძალიან მაგარი იქნება, იმიტომ რომ თქვენს გარდა სხვასაც მისცემთ იმ სიამოვნების საშუალებას მოისმინოს საკუთარ პრობლემებზე პასუხი და მიიღოს, ასე რომ ვთქვათ, წინამძღოლობა გამოსავალთან დაკავშირებით. მე კი დაგემშვიდობებით ჩემო ძირფასებო, მომავალ შეხვედრამდე.